მიწისქვეშა გვირაბები და საიდუმლო სამალავები სამცხე ჯავახეთში. გიორგი ქორქიამ და გიორგი გუჯაბიძემ უნიკალური კადრები გადაიღეს. ძველი მესხეთი, ადგილი, სადაც ისტორია დღემდე ცოცხლობს. ეს ტერიტორია საუკუნეების განმავლობაში იყო შემოსევების, ბრძოლისა და წინააღმდეგობის ადგილი. სწორედ ამან განაპირობა, რომ მთიანი სოფლები მიწისქვეშა გვირაბებით და სამალავებით იყო დაცული. რამდენიმე მათგანი დღემდე შემორჩენილია. მიწის სიღრმეში კურიერი პიესის კამერა ჩავიდა. მესხეთი, არქიტექტურასა და კულინარიაში წარსულისა და აწმყოს სინთეზი. რეპორტაჟი სამცხე ჯავახეთიდან. ალბათ იშვიათია მხარე, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იმდენი ომი გადაეტანოს, რამდენიც სამცხე ჯავახეთს. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო მტრის სამიზნე, თუნდაც თავისი ადგილმდებარეობის გამო. თავის დროზე აქ გადიოდა აბრეშუმის გზა. ამის ინტერესი იყო ძალიან ნაყოფიერი მიწები, შემოსავლიანი მხარე და უნდათ მიეტაცებინათ ეს ყველაფერი. იმიტომ ბრძოლა უხდებოდა პირდაპირ ქართულ ხალხთან და ქართველებიც შესაბამისად ხვდებოდნენ ამ ყველაფერს. საკუთარი იდენტობისთვის ბრძოლა ადგილობრივებისთვის ერთგვარი ცხოვრების წესიც გახდა. მესხეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით კი მთაში მაცხოვრებლები, მშვიდობიან დროსაც ომისთვის ემზადებოდნენ. მესხეთი იყო ერთგვარი ეპიცენტრი იდენტობის შენარჩუნების. თითქოს აქ ყოფნა არ ყოფნაზე გადიოდა ყოველდღიური არსებობა. როცა ხარ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რჩება სამი გზა. პირველი, ეს არის შეეგუო არსებულ რეალობას და გამოიმუშაო მონური მენტალობა. მეორე, გაიქცე და წახვიდე და მესამე, ნებისმიერი მეთოდით იბრძოლო. მადლობა ჩვენ წინაპრებს, რომ მათ მესამე გზა არჩიეს. ამ ადგილს ყველა იცნობს როგორც გუნდის ნასოფლარს. აქაურობის შესახებ ისტორიული ცნობები არსებობს მე-16 საუკუნიდან, თუმცა აქ ბევრად უფრო ადრე ცხოვრობდა ხალხი, იმიტომ რომ როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ეს ეკლესიაც მე-9 საუკუნეშია აგებული. აქ სულ იყვნენ დამპყრობლების ოკუპაციის ქვეშ მესხები, რა თქმა უნდა, ვინც აქ ცხოვრობდნენ, შემდეგ რა თქმა უნდა მათ მოუწიათ ამ სოფლის დატოვებაც. მაგრამ ძალიან ხშირად, როდესაც ტერი შემოესეოდა აქაურობას, ადგილობრივები ჩადიოდნენ დარნებში და იქ ჰქონდათ გაკეთებული სალოცავით, საცხოვრებლებიც და ყველაფერი. გუნდის ნასოფლარის მთელი ტერიტორია მიწისქვეშა გვირაბებით და სამალავებით არის სავსე. ერთადერთი ნაგებობა, რომელიც დღემდე მეტნაკლებად შემოინახა, ეს პატარა საყდარია. ერთი შეხედვით ახლა მე ვდგევარ ჩვეულებრივი ნასოფლარის ტერიტორიაზე. ამ დროს მე ვდგევარ მიწისქვეშა სალოცავის სახურავზე ფაქტობრივად. სწორედ ამას ეწოდა შემდეგ უკვე ფარული ქრისტიანობა, იმიტომ რომ ქრისტიანები ყველანაირად ნიღბავდნენ, მალავდნენ თავის სალოცავებს, რომ მტერს ეს ყველაფერი არ აეხრებინა. და ერთ-ერთი ასეთი შემორჩენილი მიწისქვეშა სალოცავი გახლავთ, სწორედ ეს დარნის ტიპის სალოცავი. არ ვიცი აქ ბოლოს როდის იყო ადამიანი ჩამოსული, მაგრამ ძალადაც შევიდეთ. თავარია სიფრთხილე. ამ ნაგებობის შექმნის დრო არავინ არ იცის. არსებობს ასეთი ვარაუდი, რომ ეს აშენდა ქრისტიანობამდე და შემდეგ უკვე ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ უკვე შეიძინა, ასე ვთქვათ, მიწისქვეშა სალოცავის ფუნქციაც. თუმცა ფაქტია, რომ საკმაოდ ხარად არის აშენებული. წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნე გაძლო. იცოდნენ მესხება საქმე. რელიგიური წნეხი იყო საკმაოდ დიდი. მიწის ზევით საყდარში შესვლაც კი ფაქტობრივად სიკვდილის სოლფასი იყო. საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს განსაკუთრებული წნეხი იყო ქრისტიან მართლმადიდებლებზე. იმპერიალისტები ავიწროებდნენ მოსახლეობას რელიგიურადაც. ამიტომ გახდა საჭირო, რომ როგორღაც სულიერი მდგომარეობა შეენარჩუნებინათ და მიწისქვეშ გაეგრძელებინათ, თუ შეიძლება ითქვას ასე, სულიერი ცხოვრება. ამიტომ აშენებდნენ აქ არა მხოლოდ დარნებს, არამედ სამლოცველოებსაც. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაცლილი სოფელი გუნდი ძველმესხური ცხოვრების ცოცხალი მუზეუმია. ერთი შეხედვითაც შეიძლება იმის მიხვედრა, თუ რამდენად მჭიდროდ იყო დასახლებული აქაურობა. ეგრეთ წოდებულ მიწისქვეშა სოფლებში შეხიზნულ ხალხს დღეების, კვირების განმავლობაში უწევდათ მძიმე პირობებში ყოფნა და ასევე პარტიზანული ბრძოლაც. ფარული ქრისტიანობა ეს ნიშნავს, რომ შენ გადადიხარ ერთგვარ პარტიზანულ იდენტობაზე, ერთგვარ პარტიზანულ იდენტობის დაცვაზე. ანუ გჯერა, რომ მტერი მოვაწავა.
მტერი დამარცხდება, მაგრამ შენ არ დამარცხდები მენტალობასთან ბრძოლაში. არასდროს ჩვენ წინაპრებს მტრისთვის ბაბაი არ უძახებიათ, ეს გაგვაზეპირებინეს უკვე როცა ჩვენი მენტალური ოკუპაცია მოხდა მე-19 საუკუნეში. ვარძის მსგავსად დაქსელილი იყო მესხეთის მთები და კლდეებიც. ერთ-ერთი ასეთი ადგილია გელსუნდა. კლდის გამოქვაბულები აქ შორიდანაც კარგად ჩანს. სამალავი და ისეთი გადასაადგილებელი დარნები არ იყო მხოლოდ მიწებში. მესხები მსგავს გვირაბებს აკეთებდნენ კლდეებშიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ გელსუნდას გვირაბი. დარანი, აი როგორც ხედავთ, აქ არის ქვის კარი საკმაოდ მასიური, რომელიც სხვა შორის მარტივად იღება. ესეთი კარგი კონსტრუქციაა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მესხება თავის საქმე ყოველთვის იცოდნენ. შევიდეთ ნახოთ შიგნით რა ხდება. აი როგორც ხედავთ, ესეთი ვიწრო გასასვლელია, რომელიც გარკვეული დისტანციის შემდეგ უკვე ჩახერგილია, კი საიდანაც შემოდის ზის შუქი. მაგრამ შეიძლება მაინც ბოლომდე გამორიცხული ამბავია. დარნების უმეტესობა სამწუხაროდ დაზიანებული და ჩახერგილია. შესაბამისად, აქ შესვლისას სიფრთხილეა საჭირო. ძალიან მტკივნეული თემაა, რომ მესხეთის დარნები ცუდ მდგომარეობაშია და დღითი დღე უფრო და უფრო ცუდ მდგომარეობაში ვარდება და პრაქტიკულად ზოგი ინგრევა, ზოგი ჩაიშალა, ზოგი დამოავს ეს, იმედი მაქვს ამით დაინტერესდებიან და ჩვენს ციხესიმაგრეებთან, ჩვენს საოცარ ტაძრებთან და ჩვენს სამზარეულოსთან ერთად დარნები გახდება ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. წარსულისა და აწყყოს ერთგვარ სინთეზს, როგორც არქიტექტურაში, ასევე კულინარიაშიც მესხურ სოფლებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით. ერთ-ერთი ამის მაგალითია ივანიძეების ოჯახი სოფელ აწყვიდაში. აქ პურსაც და ქადებსაც ძველი წესით, ქვის ღუმელში აცხობენ. დედაჩემი და მამაჩემის დროს სულ ვაცხობდით ფურნეში, ვანთობდით. პატარები სულ გვასაქმებდნენ, ასე გვისაქმებდნენ ერთი სიტყვით, რომ გვესწავლა. და აი ჩვენ წამოყვა ეს ჩვევა და რაღაცა ამ ფურნისა. ახლა ჩვენც ვიცით, ვაკეთებთ, მაგრამ ახალგაზრდებს რატომღაც აღარ უნდათ ფურნეში მუშაობა დატვირთვა. მოწონებით კი მოსწონთ, ფენოვანიც, პურიც, ფურნის, მაგრამ გაკეთება რა ვიცი, აბა. ასე რომ თუ წარსულში მოგზაურობა გიტაცებთ, მესხეთს რამდენიმე დღით მაინც უნდა ეწვიოთ. ეს მხარე უამრავ ლამაზ ტრადიციას ინახავს.